წინა საარჩევნო კამპანიას აგრძელებს ქართული ოცნების პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი გორის რაიონის სოფელ მეჯვრისხევში მოსახლეობას შეხვდა. მარგველაშვილმა ადგილობრივებს საპრეზიდენტო პროგრამის ძირითადი პრიორიტეტები გააცნო და 9 თვის განმავლობაში გატარებულ რეფორმებზე ესაუბრა. ძირითადი ყურადღება ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატმა განათლების სისტემაში გატარებულ რეფორმაზე გააკეთა. მარგველაშვილისა და მეჯვრისხევის მოსახლეობის შეხვედრას საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადურიც დაესწრო. მიეხედა გზებს, მიეხედება ეხლა იმ წყალსადენს, რომელზეც არის ლაპარაკი, ხო? იწყება ამ ბაღის მშენებლობა. თქვენ შვილებს, აი აქ მე ბედნიერი ვარ, რომ ეს პატარა გოგონები და ბიჭები აქ არიან. თქვენ შვილებს სექტემბერში დახვდებათ კომპიუტერები და დახვდებათ წიგნები უფასოდ. თუ აქამდე ფულს გახდევინებდნენ, მამაში ახლა დახვდებათ უფასოდ, ხო? თქვენთან ერთად იცით რომ სულ ერთად ვდგებთ. თავარია რომ ჩვენ შორის განსხვავება არ იყოს და სულ ერთად ვდგებთ. ჯერჯერობით ცოტა მოხერხდა, მაგრამ უფასო ფაკულტეტები არის უკვე გახსნილი უნივერსიტეტში და ტექნიკუმშიც სწავლება არის უფასო. აი ამ ახალგაზრდობის იმედით, იმის იმედით რომ სწავლა და განათლება იქნება რეალურად ასული, ბევრად უფრო მაღალ დონეზე, აი ამის იმედით ავართ, როდესაც უყურებთ ხვალინდელ დღეს და ამათი იმედით ავართ, როდესაც უყურებთ ხვალინდელ დღეს. ძალიან ბევრი პრობლემებია, რომელიც ზოგადად სოფელს აწუხებს და ამ კონკრეტულ შემთხვევაში მეჯვრისხევს და ქართლს. ეს არის სარწყავი წყალი, ეს არის სკოლა, ეს არის სასმელი წყალი. მთავრობას დაწყებული აქვს ამ პრობლემების მოგვარება, მუშაობთ ამაზე და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ჩვენი კანდიდატს ბატონ გიორგი მარგველაშვილის მოსახლეობა მხარს დაუჭერს და 27 ოქტომბრიდან უფრო გაძლიერებულად, უფრო დიდი ტემპები ჩვენ გავაგრძელებთ ინფრასტრუქტურული პროექტების მოწესრიგებას სოფელში და დავიწყებთ სოციალური პრობლემების გადაწყვეტას, რომელიც სამწუხარო ძალიან ბევრი აქვს ამ კონკრეტულ სოფელს.